მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მე მგონი მიზანი იმთავითვე ნათელია, პირდაპირ ამ ეგრეთ წოდებული კომისიის სახელწოდებაში ჩანს და დიდი კვლევაძიება და რამე განსაკუთრებული სიახლეების მოტანა აღარც არის საჭირო. ჩვენ ვიცით 2012 წლიდან, როგორც კი ეს მოღალატური რეჟიმი მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ბანდის მეთაურობა გამოაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურება არის მისი მთავარი ამოცანა. ქვეყნის სამშენებლობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ნატოში გაწევრიანება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და იმ დაპირებების შესრულება კი არა, რაც მან გასცა უხვა 2012 წლის არჩევნებამდე, არამედ სწორედაც ნაციონალური მოძრაობის განადგურება. ისევე როგორც ეს გაიმეორა ქალბატონ ცულუკიანმა და სხვა ამ მოღალატური ბანდის წარმომადგენლებმა. ახლა რადგანაც ბოლო პერიოდში იღაბი ჩამოიხსნეს ბოლომდე და აღარცერიდებათ, რომ მთელ მსოფლიოს არა მარტო ქართულ საზოგადოებას დაანახონ თავიანთი ნამდვილი რუსული სახე, რომ ისინი პირდაპირ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, ჩვენ ამერიკელ, ევროკავშირელ მეგობრებს, ახლა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რომ უკვე ეს შოუ პროპაგანდისტული საქმიანობა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ უკვე ამ ახალ ეტაპზე აიყვანონ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ეფუძნება თავარ რაღაცას, რაც პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა და აი სწორედ PR-ი, რასაც ჩვენ PR-ს ვეძახით, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა, public relations, ხო? ეს შავი PR-ის ხელოვნება კრემლში და მის PR ლაბორატორიებში არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. ასე მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის გაშავებით ერთის მხრივ რაღაც საშინელებების დაბრალებით და მეორეს მხრივ იმ ტყუილი დაპირებებით, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო? ახლა გრძელდება ეს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ეს შავი PR-ი ნაციონალური მოძრაობის, ანუ რეალურად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ იმ დროს ნაციონალური მოძრაობა იყო ერთადერთი ძალა, რომელიც წარმოადგენდა იმ ქართულ სახელმწიფოს, იმ ქართულ იდეას, რასაც ჰქვია ცივილიზებული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობა. აი ფიქრობ თუ არა, რომ ამ კომისიის კონკრეტული დასკვნა იქნება გამოყენებული როგორც არასოდეს ისე თქვენი პოლიტიკური ჯგუფის, ანუ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გაქრობის საკითხზე, გაქრობის აუცილებლობის საკითხზე არაერთხელ უსაუბრია, მათ შორის ივანიშვილმაც ილაპარაკა ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და თქვა, რომ აი რაღაც ამას კონკრეტული საფუძვლები დასჭირდება და ასე შემდეგ. აი აქეთ მიმავალი პროცესი არის, აი ამ საფრთხეს რამდენად ხედავთ თქვენ ახლა? როგორ ფიქრობთ აი ამ პროცესის შედეგად? სწორედ ამაზე გესაუბრებოდით აქამდეც და კიდევ ერთხელ გაგიდასტურებთ, მე სხვა რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გაქრობაზე საუბრობდა ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ 2012 წლიდან საუბრობს ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე და ეს ეგრეთ წოდებული კომისიაც ამისთვის არის შექმნილი, ბუნებრივია. კი ბატონო. კარგით, ახლა ერთი კითხვა სააკაშვილზე მინდა დაგისვა, დღეს იყო საუბარი სააკაშვილის შესაძლო დაბარებასთან დაკავშირებით. აი ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს პროცესი? როგორ ფიქრობთ? აი სააკაშვილი თქვა წულუკიანის პირისპირ, ოცნების პირისპირ ამ კონკრეტულ საკითხზე, აი შეიძლება ან მისი პოზიცია რა შეიძლება იყოს, შეიძლება რომ კონდეს თუ არა სურვილი რომ ამ ყველაფერზე იქ ილაპარაკოს ადგილზე თუ ჩართვით, არ ვიცი. აი ეს სურათი როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ ხო იცით ნაციონალური მოძრაობის და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების პოზიცია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რეჟიმს, შესაბამისად მის ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და აქედან გამომდინარე არც ამ კომისიას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრმა, მით უმეტეს მისმა
ამდენი ხნის განმავლობაში მძევლად მყოფმა მთავარმა ლიდერმა ამ სტრუქტურასთან ითანამშრომლოს. ცოტა უცნაური შეკითხვაა მართალი გითხრათ. ხო, არა, ეს თანამშრომლობათ არა, უბრალოდ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა და მე კითხეთ ამის თქვენ უშვებთ თუ არა ამის შესაძლებლობას, იმიტომ რომ ჯერ სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხზე არ მოგვისმენია, ხო? როგორ არ მოგვისმენია, როცა ნაციონალურ მოძრაობამ თქვა, რომ ჩვენ ამ კომისიას არ ვცნობთ, ეგრეთ წოდებულ კომისიას და კი, პარტიის პოზიცია ცნობილია, ცხადია. არ ვაპირებთ იქ მისვლას და აბა პარტიის პოზიცია თუ ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის სხვა პოზიცია აქვს? არა, არ ვიცი, ვკითხულობ, ხომ შეიძლება რაღაც თავიდან მოხდეს ვითარების შეფასება, ან ჩაითვალოს, რომ რაღაც გარკვეული შესაძლებლობა მოქალაქეებთან გარკვეულ საკითხებზე საუბრის, ანუ იქნებ სხვანაირად დაიწონოს ეს საკითხი თქო კითხვას უბრალოდ. გავიგე, არა, უბრალოდ მაგას გეუბნები, რომ უცნაური იქნებოდა, ხო, რომ გაცხადებულია ეს პოზიცია და თქვენც იცით და თელმა საქართველოს იცით და ეხლა უცებ გადავწყვეტთ, რომ რატომღაც ამ კომისიას მნიშვნელობა მივანიჭოთ და ამ რუსული ბინძური პიარის ნაწილი გავხდეთ? ხო, გასაგებია ნებისმიერი რამ, მასე პარლამენტზე რატო ვთქვი თუ არის? პარლამენტზე საერთოდ პარლამენტში რო ტრიბუნა არის და ხალხთან ურთიერთობის საშუალება არის, ეგრე უნდა, ხო? ანუ როცა სასტორის ერთ მხარეს და მეორე მხარეს დაიდო აი ამ ტრიბუნის გამოყენება და უამრავი სხვა რამ დაფინანსება, რომლის გამოც ჩვენ პარტია იძულებული გახდა აგერ ცენტრალური ოფისი გავყიდეთ და აი ეს ძალიან გვასუსტებს, ხო? რომ აი ეს ყველაფერი, რომ ამის საშუალება მოვიკელით. მაგრამ მეორე სასტორის მეორე მხარეს იყო ჩვენი ამ სტრუქტურასთან თანამშრომლობით მივანიჭებდით თუ არა გარკვეულ ლეგიტიმაციას და ამიტომ ავირჩიეთ, რომ ჩვენ ვიდგეთ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ვიყავით იმთავითვე, ჩვენი სიტყვა და საქმე იყოს ერთი, თქვით რომ ამ რეჟიმს არ ვაღიარებთ და არ ვაღიარეთ და არც ამ პარლამენტში შევედით და ხო პარლამენტში თუ არ შევედით ამ კომისიაზე მისვლის და იქიდან რაღაცის ლაპარაკის ხათრით ამ სტრუქტურას და თელ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას გაუკეთებთ? ნუ მაგიტომ ამოფრინს და უცნაური შეკითხვაა, ხო? ჩვენ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებები გვაქვს, ჯერ კიდევ აგერ თქვენ არსებობთ, მადლობა ღმერთს, რომ მადლობა რომ ხართ თავისუფალი ჟურნალისტი, ხართ თავისუფალი ტელევიზია და ეს ძალიან დიდი საქმეა და ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ამბავია საქართველოსთვის. ჯერ კიდევ არსებობს ინტერნეტი, ჯერ კიდევ არსებობს Facebook-ი და სხვა ეს კომუნიკაციის საშუალებები, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია არ მივანიჭოთ ამ მოღალატური რეჟიმის უკანონო სტრუქტურებს ლეგიტიმაცია და საზოგადოებას ვეურთიერთოთ. ნუ რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილს ეს 1000-ჯერ მეტად აქვს გართულებული და შეზღუდული, მაგრამ ნუ ამ მომენტამდე კი ბევრი რამ შეუზღუდეს, მათ შორის თავის დროზე დეპუტატებსაც არ უშვებდნენ და ასე შემდეგ, ახლა დეპუტატები აღარ ყავს და ამაზე ვეღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ ნუ ბოლო-ბოლო ამ მომენტისთვის შეუძლია თქვა წერილი გამოაგზავნოს ან რაღაცა სხვაგვარი რეაგირება გააკეთოს, ისე როგორც პარტია შეუძლია თავის განმარტებას და საზოგადოებას თავის პოზიციები ამცნობს. კარგი, თქვენ ახსენეთ რუსული ბინძური პიარის ნაწილი, ესეთი შეფასება გამოიყენეთ ხო ამ კომისიასთან, კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემის თემაზე კონკრეტულად ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ამ კითხვებს უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და თქვენ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასევე იყო კომისიის ხდომაზე დაბარებული პაატა დავითაი. აი რის თქმა შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად, მათ შორის ვაშაძემ მოითხოვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდომის დახურვა, მან თქვა რომ რაღაც ორი დოკუმენტია ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც უმჯობესი იქნებოდა დახურულიყო კონკრეტულად ხდომა. რა ტიპის შეფასება შეგიძლიათ მისცეთ ამ ფაქტს და ამ საკითხს? იმ ტიპის, რადგან აქამდე გესაუბრებოდით, ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის მოღალატე კრიმინალთა ბანდა, მე ამ სიტყვებს მნიშვნელობას ვანიჭებ. ესენი თან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ და თან ბუნებით არიან კრიმინალები, აი ეს ადამიანები არიან სწორედ ვინც ჟურნალისტების თავზე მუხლებით და ფეხებით ხტუნაობდნენ. აი ეს არიან ეს წულუკიანი, ეს სოზარ სუბარი, რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილი ამ ბანდის მეთაური და ასე შემდეგ. ესენი არიან. პირადად ესენი არიან, იმიტომ რომ პირადად ამაზე არიან პასუხისმგებლები. და შესაბამისად ამ
ბანდასთან თანამშრომლობა აბსოლუტურად მიუღებელია. სრულიად მიუღებელია და სრულიად გაუგებარი იქნება ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც მით უმეტეს პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია ამ სტრუქტურათან თანამშრომლობა. ამიტომ პირადად მე არ მომრიდებია და როდესაც ჩვენი კონკურენტი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, იგივე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ და პარტია ახლების წარმომადგენლებმა ჩემი მოწონების საჯარო პოსტით დავზეთ. ხო, ჩვენ ვიცით რომ ოცნების ამ კომისიასთან კონკრეტულად თანამშრომლობაზე უარიც არის დასჯადი. თქვენ ახსენეთ ხაზარაძის საკითხი, ჯაფარიძესთან დაკავშირებით. დიახ, ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართულია უკვე პროკურატურაზე და ვნახოთ რა იქნება საგამოძიებო უწყების პასუხი. აი თავად თვითონ აი ამ სურათზე რისი თქმა შეგიძლიათ, ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, აი რისთვის MSM-ის გაუქმების საკითხს ჩვენ უკვე შევეხეთ, მათ შორის თქვენც რომ აი მიზანია დასახული რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი გაქრეს სივრციდან არ ვიცი თუ ბოლომდე რეალურად უნდა და მიიყვანს ამ საკითხს ოცნება ან როგორ შეიძლება მიიყვანოს, მაგრამ აი სხვა ჭრილში თუ უყურებთ ამ საკითხს გარდა ამ კონკრეტული თემისა, მაგალითად საარჩევნო ჭრილში კონკრეტულად რომ იმ მოთხოვნის პარალელურად რომელიც არსებობს რომ ოცნებამ დანიშნოს არჩევნები, ახალი არჩევნები, აი რაღაცნაირად ამ სურათის ჩვენებით მართველი პოლიტიკური გუნდი უკვე არის ამ პროცესში შესული და ეუბნება ამ მომრჩეველს რომ აი ნახეთ რა ალტერნატივა გაქვთ და მუდმივად აყურებინებს და ასმენინებს აი ამ შეფასებას ოპონენტებთან დაკავშირებით. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? პირველ რიგში ისე ვიტყვი რომ რაღაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე კი არა. კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზეა საუბარი, რატო გერიდებათ, რატო უვლით ამას გვერდს. არა, პირიქით, ჩემს კითხვაში იყო სწორედ ეს აქცენტი, რომ დაგისვით, არ მერიდება არანაირად. ხო და რაღაც კონკრეტული კი არა, ნაციონალური მოძრაობის გასანადგურებლად აკეთებენ ამას 2012 წლიდან და ახლა. იმიტომ რომ თავარი მაგას მოგახსენებთ ძალა, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი წლები, ვინც იყო მატარებელი აი ეროვნული იდეისა, იმ იდეისა, რასაც ქვია ერთიანი ძლიერი ქართული მაშასადამე ევროპული საქართველო, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი, იყო და არის ნაციონალური მოძრაობა. ახლა მადლობა ღმერთს არის რამოდენიმე კიდე პარტია, რომლის წარმომადგენლები ადრე კოცებს უჭერდნენ მხარს, მაგრამ ახლა აღარ არიან იქ და არიან ოპონენტები ამ პარტიის, ისე როგორც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ეს მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის მხოლოდ ტყუილებით დაკავებული, ტყუილების ცილისწამებების კამპანიით არის დაკავებული, ეს არის მათი საქმე, ეს არის მათი ინსტრუმენტი და მათი იარაღი პოლიტიკური, იმიტომ რომ მოგხსენებათ პოლიტიკაში ადამიანი სიტყვით შეგიძლია უფრო ეფექტიანად მოკლა, ვიდრე ხა ტყვით თუ ფიზიკურად მოკლავ და ის ადამიანი თქვათ წამებული იქნება თქვათ საზოგადოების თვალში, მაგრამ მათ ურჩევნიათ რომ სიტყვით მოკლან, ანუ შეურაცხყოფა მიაყენონ, ცილი დასტამონ, ამით არიან დაკავებული ჩვენს წინააღმდეგ. მთელი ეს წლებია. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ეს უნდა გააცნობიეროს, რომ რატომ არის კრემლი, პუტინი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის განადგურების ამოცანის შესრულებით მთელი ამ წლების განმავლობაში. რაში არის საქმე? სწორედ ნაციონალური მოძრაობა არის ის მთავარი ძალა, რომელიც ამ მოღალატურ ბანდას უწევს წინააღმდეგობას წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მომობ, ახლა მადლობა ღმერთს კიდევ სხვა პარტიებიც შემოგვიერთდნენ, ხო? ამიტომ აი ეს სიმართლე უნდა ითქვას, ის რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ჩირქი მოგცხეს, სიმართლით უნდა შევებრძოლოთ უკან და ვთქვათ, რომ ეს იყო ტყუილი. მაშინ ჩვენ შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას, რომელიც რა თქმა უნდა ამ ტყუილების და ამ ცილისწამებების ამ პროპაგანდას აგრძელებს, მათ შორის ამ კომისიის, აგრეთ წოდებული კომისიის გამოყენებით და მათ შორის რა თქმა უნდა, მას აქვს დაგეგმილი რომ იქ ადგილობრივი არჩევნები ჩაატაროს, ნაციონალური მოძრაობა ან სხვა რეალური ოპონენტი პარტიები გვერდზე გაწიონ, ბოლომდე გაანადგურონ. ეს არის მათი ამოცანა, ხო? ეს ვიცი.
ახლა უკვე ჩვენზეა ქართულ საზოგადოებაზე, არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე. რამდენად სწორად ვირეაგირებთ. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობა ეს არის ქართულ სახელმწიფოსთან დაპირისპირების, რუსეთის მხრიდან დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. აი სწორედ ამას უნდა შეეწინააღმდეგოს ქართული საზოგადოება, მათ შორის მედია, რომელიც თავის დროზე წამოგებული იყო აი ამ ხრიკებზე და ხშირად გადაცემებს აკეთებდნენ, რომ აი რაღაცები მოხდა, აი 9 თვის ბავშვი მოკვდა, იქ სანდრა ორგანოებით ვაჭრობს, იქ სააკაშვილი რაღაც აშინელებებს აკეთებს, იქ რაღაცა ჩვენ კრიმინალს კი არ ვებძვით, თურმე ჩვენ თვითონ ყოფილვართ კრიმინალები. ამაზე გადაცემები გაკეთებთ. ახლა ამის საპირისპირო უნდა გააკეთოს ყველამ, ვინც კი გააცნობიერა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, გამოიყენეს აი ამ პროპაგანდაში და ახლა უნდა თქვან სიმართლე. ჟურნალისტებმა იგივე უნდა გააკეთონ, ვისაც სინდის ნამუსი აქვს და გონება აქვს პოლიტიკოსებმა და სხვა ადამიანებმა. როდესაც გააცნობიერებ, რომ შენ მსხვერპლი იყავი ამ პროპაგანდას, როდესაც გააცნობიერებ, რომ უფრო მეტიც შენ ამ პროპაგანდაში შენ და უნებურად ჩართული იყავი, ვინც შენ მის და უნებურად იყო ჩართული, ამან უნდა ყველა ადამიანმა ხმა ამოიღოს და სიმართლე ილაპარაკოს და ამ გაგებით დაიცვას ქართული სახელმწიფო, ნაციონალური მოძრაობა კი არ დაიცვას. აღდგოს რუსეთის აგრესიას ქართული დამოუკიდებელი სუვერენული წინააღმდეგ და ჩვენი აი ამ იდეის წინააღმდეგ ბრძოლას გაუწიოს წინააღმდეგობა, რასაც ქვია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო. აი ეს არის, რასაც ებრძვის რუსეთი. ეს არის, რისთვისაც იყენებს რუსეთი ამ მოღალატეთა ბანდას. მადლობა, დაგემშვიდობებით, ბატონო გიორგი ბარამიძე, ერთიანობა ნაციონალური